რეალი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს თავის სახელფასო ხარჯებს საგრძნობლად 22,5 მილიონი ევროთი შეამსუბუქებს, რადგან ამ მონაცემებით გუნდი არ აპირებს რუდიგერის და ალბას გახანგრძლივებას. და თუ ვინისიუსი წავიდა, რადგან საკმაოდ ხშირად იწერება, ეს ნახა საერთოდ 40,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. მოგესალმებით. მე ვარ სერგი კლდიაშვილი. რეალ მადრიდის ქომაგი 6 წლიდან და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული. ეს კი ჩემი YouTube არხია Sportline, რომელიც სხვათა შორის ეგრეთ გამოიწეროთ, თუ ფეხბურთი გიყვართ და საერთოდ მოგწონთ, რასაც ვაკეთებ. ჩემ მხრივ კი გვპირდებით ძალიან ბევრ კონტენტს, საინტერესო ფაქტებს, ანალიტიკას, ფინანსებს და არა მარტო. ამ მცირე შესწავლის მერე მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მახსოვს ძალიან მოგეწონათ ვიდეო, სადაც ვსაუბრობ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ხელფასებზე. მოდით დღეს გაცილებით დიდ ფულზე ვისაუბროთ და სწორად მივხვდით. დღეს ვისაუბრებთ რეალ მადრიდზე. უფრო კონკრეტულად კი, თუ რა ხელფასებს გასცემს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბი. ვიდეო რამოდენიმე ნაწილად დავყავი. პერსპექტიული ახალგაზრდები. ანუ ისინი, ვისაც რეალი ცოტა სუხთის, თუმცა პერსპექტივაში შეუძლიათ ვარსკვლავები გახდნენ და გაცილებით დიდი ხელფასი მიიღონ. მუდმივი დუბლები. ანუ ისინი, ვინც შეეზარდა სათადარიგოთა სკამს და რეალი მათ უბრალოდ ხელფასს უხდის. შემდეგ მოდიან რეზერვი. ანუ ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად შემოდიან სათადარიგო სკამიდან და კლუბის შედეგის მიღწევაში ეხმარებიან. შემდეგ ძირითადის ფეხბურთელები და ბოლოს ტოპ ვარსკვლავები. მოდით დავიწყოთ. დღეისათვის პირველი ფეხბურთელი არის 21 წლის გონსალო გარსია. ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდისტებს ამ მცირე პერიოდში შეაყვარა თავი, რეალისგან იღებს კვირაში 15,385 ევროს, რაც წლიურ მილიონ ევროს უდრის ყველა ბონუსის გათვალისწინებით. მან კონტრაქტს ხელი 2025 წელს მოაწერა და 2030 წლამდე ეს კონტრაქტი მოქმედებს. ამავე კატეგორიაში გადის 19 წლის ბრაზილიელი ტალანტი ენდრიკი, რომელიც დროებით ლიონში გაემგზავრდა. მან ლიგა 1-ის პირველივე შეხვედრებში დაამტკიცა, რომ ნამდვილად უზარმაზარი ტალანტის პატრონია. ამ ყველაფრისთვის რეალი მას უხდის 20,000 ევროზე ოდნავ ნაკლებს, რაც წლიურად 1,250,000 ევროს უდრის ყველა ბონუსის გათვალისწინებით. გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე და აქ პირველი გვხვდება 26 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი. მან კარგად ჩაატარა 23-24 წლების სეზონი, თუმცა ეს არაფერში არ კონვერტირდა. იგი კვლავ მადრიდის რეზერვის მეკარე დარჩა და ამისთვის იგი კვირაში 42,000 ევროზე ოდნავ მეც იღებს, რაც წლიურ 2,750,000 ევროს უდრის. წესით ამავე კატეგორიაში უნდა იყოს ფრან გარსია. რომ არა ტრამვები, იგი კლუბში მის პოზიციაზე მესამე ოფცია არის. იგი ლუნზე ოდნავ მეც 48,000 ევროს იღებს, რაც წლიურ 3,130,000 ევროს უდრის, რა თქმა უნდა ბონუსების გათვალისწინებით. და საერთოდ მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში დასახებული ყველა ხელფასი იქნება ბონუსების გათვალისწინებით და სუფთა. ანუ რეალურად ის თანხა, რასაც ფეხბურთელი იღებს გადასახადების გადახდის შემდეგ. ანუ კლუბს რეალურად მისი შენახვა გაცილებით ძვირი უჯდება. და საერთოდ კომენტარებში დამიწერეთ შემდეგში რა კლუბზე გაინტერესებთ მსგავსი ვიდეო და როგორ უფრო საინტერესოა თქვენთვის, ანუ რას იხდის კლუბი, თუ რეალურად რას იღებს ფეხბურთელი. რჩებით იგივე კატეგორიაში და აქ ხედავთ დავით ალაბას. კი, ფეხბურთელი ნამდვილად არ შეეზარდა სათადარიგო თასკამს, თუმცა იგი ლაზარეთს ვერ ტოვებს უკვე 2 სეზონია. რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ კლუბი მას უბრალოდ ხელფასს უხდის, თანაც საკმაოდ დიდს. ალაბა 2021 წელს დადებული კონტრაქტის მიხედვით იღებს მცველისთვის ასტრონომიულ კვირაში 208,000 ევროს, რაც წელიწადში 13,500,000 ევროს უდრის. შედარებისთვის კლუბის ლეგენდა სერხიო რამოსი მადრიდისგან მაქსიმუმ 11,700,000 ევროს იღებდა. იდეაში ამ კატეგორიაში კიდევ უნდა იყოს რამოდენიმე ფეხბურთელი, თუმცა იმ ტრამვების ეპიდემიის გამო, რაც რეალს უკვე მეორე სეზონია თავს არ ანებებს, თითქმის ყველა ფეხბურთელი თამაშობს. ამიტომ მოდით გადავიდეთ რეზერვებზე. ამ კატეგორიაში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს არდა გიულერს. 20 წლის თურქი ნახევარმცველი წელიწადში 3 მილიონ ევროზე ოდნავ მეც იღებს და მისი კონტრაქტი 2029 წლამდე მოქმედებს. რას ფიქრობთ, შეძლებს არდა მადრიდში ფეხის მოკიდებას და ხელფასის გაზრდას? შემდეგი მოდის კლუბის აღზრდილი და რამოსი მინიმუმებზე რაულ ასენსიო. იგი კლუბისგან 3,750,000 ევროს იღებს წელიწადში. შემდეგ მოდის უკვე კარგახანია პერსპექტიული ბრაჰიმ დიასი და კლუბის ახალწვეული პერსპექტიული ტალანტი მასტანტუონო. ორივე ერთნაირ 4,370,000 ევროს იღებენ, თუმცა მაროკოელს უკვე 2027 წელს კონტრაქტი ეწურება. ჩემი აზრით იგი კლუბმა აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს, ხოლო რაც შეეხება მასტანტუონოს, მას 2031 წლამდე არაფერი არ ემუქრება. ვაგრძელებთ და შემდეგი მოდის ესპანელი დანი სებალიოსი, რომელიც ბევრი საუბრის მიუხედავად ახალი კროსი ვერ გახდა და მონაკოსთან შეხვედრაში გაკეთებული პასი ამის ნათელი მაგალითია. მას რეალი კვირაში 96,000 ევროს უხდის, რაც წლიურ 6,250,000 ევროს უდრის.
და ბოლო ფეხბურთელი ამ კატეგორიაში არის ფერლან მენდი, რომელიც ალბათ ალაბასთან ძალიან კარგად მეგობრობს, რადგან როგორც ავსტრიელი, ვერც ფრანგი ვერ ახერხებს ლაზარეტის დატოვებას და ამის გამო მან აშკარად დაკარგა ძირითადი ფეხბურთელის სტატუსი. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მას კვლავ აკავშირებს რეალთან 3 წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი წელიწადში 6.250.000 ევროს იღებს. დრო გადავიდეთ ძირითადის ფეხბურთელებს, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს ჰაუსენს. კლუბის ახალწლეულს საკმაოდ კარგი ხელფასი მისცეს. თან არ უნდა დაგვაუწყდეს ის ფაქტი, რომ იგი ჯერ მხოლოდ 20 წლის არის. მოკლედ, ფეხბურთელი კვირაში 82.000 ევროს იღებს, რაც წლიურ 5.380.000 ევროს უდრის. ბორმუთისგან განსხვავებით, სადაც იგი 992.000 ევროს იღებდა, მისი ხელფასი 5-ჯერ გაიზარდა. იგივე 5.380.000 ევროს იღებს კიდევ ერთი ესპანელი ახალწლეული კარერასი, რომელმაც იმედია საბოლოოდ დაახურა მარცხენა მცველის პრობლემა კლუბში და წლების განმავლობაში შეძლებს ირბინოს მადრიდულ მარცხენა ფლანგზე. ახალწლეულებზე ოდნავ მეც იღებს კლუბის ლეგენდა, კაპიტანი და ამ მომენტის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი დანი კარვახალი. როგორც რეალში ხდება, მას 1 წლიან კონტრაქტს აძლევენ, რომლის მიხედვითაც იგი გამოიმუშავებს 6.250.000 ევროს წელიწადში. ორი ფრანგი ჩუამენი და კამავინგა ერთნაირ 115.000 ევროს იღებენ კვირაში, რაც წლიურ 7.500.000 ევროს უდრის. ორივე შემთხვევაში კონტრაქტი ჯერ კიდევ კარგ ხანს მოქმედებს და თუ ახალგაზრდა ნახევარმცველები უფრო მაღალ თამაშის დონეს და მეტ სტაბილურობას არ შემოგთავაზებენ, საეჭვოა რომ მადრიდულმა კლუბმა ხელფასი გაუზარდოს. აქ უკვე ხვდებით კონტრაქტში გაწერილ გამოსასყიდ თანხას, რაც ფრანგების შემთხვევაში სულ რაღაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს. შემდეგ მოდის დაცვის დუეტი, რომელმაც შეიძლება ითქვას ბოლო ჩემპიონთა ლიგა მოგვაგებინა. ედერ მილიტაო, რომელსაც ტრამვებმა კარიერა საკმაოდ დაუზიანა, იღებს 8.750.000 ევროს და დღეისაც უკვე მეორე ვეტერანი, შეშლილი ანტონიო როდიგერი. იგი 2022 წელს მოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და სწორედ ამით და რა თქმა უნდა თამაშის მაღალი დონით აიხსნება მისი საკმაოდ მაღალი ხელფასი, რაც წელიწადში 9 მილიონი ევროა. დღეისათვის ბოლო ახალწლეული არის ტრენტ ალექსანდრ არნოლდი. იგი როგორც რუდიგერი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა კლუბში, რათა მარჯვენა მცველის პრობლემა მოეგვარებინა. თუმცა სამწუხაროდ ამ სეზონში თავი მხოლოდ ტრამვებით დაგვამახსოვრა. მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ჯერ ვერ ვიტყვით, რომ იგი დამსახურებლად დიდ ხელფასს იღებს. ნახოთ, ჯერ დაველოდოთ. რაც შეეხება მის ხელფასს, იგი უკვე ზღაპრულ 15.200.000 ევროს იღებს წელიწადში. და ამ კატეგორიის ბოლო ფეხბურთელი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ხან ამ კატეგორიაში ხდება, ხან შემდეგში. როდრიგო. 24 წლის ბრაზილიელი უდაოდ დიდი ტალანტის პატრონია, თუმცა სტაბილურობა აკლია. რაც ერთის მხრივ შეიძლება აიხსნას მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე თამაშით. მოკლედ, როდრიგო რეალში 10 მილიონ ევროს იღებს და მისი კონტრაქტი 2028 წლამდე მოქმედებს. და როგორც ჩუამენის და კამავინგას შემთხვევაში, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს. გადავიდეთ ვარსკვლავებზე. მადრიდის შემთხვევაში ამ კატეგორიაში 5 ფეხბურთელი ყავს. პირველი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების საუკეთესო და ყველაზე სტაბილური მეკარია, რომელსაც რთული დასაწყისის მიუხედავად მადრიდში საკუთარი თავი დაიმკვიდრა და თითქოს კლუბის ლეგენდის სტატუსისკენ მიიწევს. რა სიტყვით, თუ სწორად მახსოვს, იგი კლუბში უკვე მერვე სეზონს ატარებს და ბოლო 2 ლიგის მოგებაში მისი წვლილი უზარმაზარია. მოკლედ, 33 წლის ბელგიელი მადრიდში სულ რაღაც 9 მილიონ ევროს იღებს. ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ეკუთვნის, თუ რა თქმა უნდა, ამ დონის შენარჩუნებას შეძლებს. რაც შეეხება მისი კონტრაქტის ვადებს, მისი კონტრაქტი 2027 წლამდე მოქმედებს. კურტუაზე ოდნავ მეც იღებს ამ გუნდის ვიცე-კაპიტანი და ამ გუნდის გული ფედერიკო ვალვერდე. მას კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და იგი კვირაში 153.000 ევროს იღებს, რაც წლიურ 10 მილიონ ევროს უდრის. არ დაგავიწყდეთ, რომ ვალვერდეს კონტრაქტის გამოსყიდვა სულ რაღაც 1 მილიარდ ევროს შეგიძლიათ. და იგივე პუნქტი კურტუასაც უწერია კონტრაქტში. ამ შემთხვევაში შედარებით იაფად, სულ რაღაც 700 მილიონად შეგიძლიათ შეიძინოთ ბელგიელი მეკარე. მოგესალმებით, გავსი აბსურდული თანხების ჩაწერა კლუბებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც PSG-მ ბარსას ნეიმარი აახია. სამეულს ხსნის ბელინგემი. 22 წლის ნახევარმცველი კვირაში 192.000 ევროს იღებს, რაც საბოლოოდ წლიურ 12 მილიონ ევროს უდრის. ანუ ფეხბურთელი კონტრაქტით დარჩენილ 4 წელიწადში 40 მილიონ ევროს აიღებს. რას ფიქრობთ? იმსახურებს ბელინგემი ამ თანხას? ან იქნებ მადრიდმა გაცილებით მეტი უნდა გადაუხადოს? დაწერეთ კომენტარებში. კლუბში ხელფასის მიხედვით მეორე ადგილზე არის ვინისიუსი, რომლის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. ან ჩერდება, რას გაიგებ? მოკლედ, მისი კონტრაქტი ამ მომენტისთვის აქტიურია და იგი სტაბილურ 18 მილიონ ევროს იღებს წელიწადში. თუმცა მისი კონტრაქტი მოგეხსენებათ 2027 წლის 31 ოქტომბერს სრულდება. გაგიკვირდებათ და რეალის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი არის კილიან მბაპე.
ფრანგმა კონტრაქტს 2024 წლის 1 ივლისს მოაწერა ხელი, რითაც უარი თქვა პარიზულ 39.600.000 ევროზე და დაჯერდა მადრიდულ 34.400.000 ევროს. ფრანგის შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ გამოსასყიდ თანხაზე არაფერი არის მითითებული. ბაპეს კონტრაქტი 2029 წლამდე მოქმედებს. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია კარგი გამოვიდა და მოგეწონათ ვიდეო. და თუ ასეა, არქის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავწყდეთ. თუ ეს ვიდეო 250 ლაიქს იავა, მაშინვე დავიწყებ შემდეგი კლუბის ვიდეოზე მუშაობას. და რაც შეეხება შემდეგ კლუბს, ვარიანტები თავად შემომთავაზეთ კომენტარებში. შემდეგ იქნება ის კლუბი, რომლის კომენტარსაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება. და ბოლოს, რამოდენიმე კვირა არცე ვიდეო არ დაიდება, რადგან სპორტლაინი საქართველოს საზღვრებს ცდება. ვეცდები საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ ჯერ ამსტერდამიდან, ხოლო შემდეგ ზღაპრული კურასაოდან. აუცილებლად დაელოდეთ და არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები. შეხვედრამდე.